უკვე მესამე ოჯახია, სადაც სხვადასხვა ქვეყნებში პათენებდი ღამეს და სუსის ანუ კეკებეს ფილიალი საქართველოს სუსი რეკავს, არეკიებს, კაიბიჭებს, ვითომ კაიბიჭებს და ატერორებენ და ეუნებიან მაგ ბოს და ნაციონალს რატო ათენებიებ ღამეს. არ ვიცი ახლა რომელი დათათოთაშია მევა რომ ატერორებენ იმ ოჯახებს სადაც მიმასპინძე და სადაც ღამე გამათევიან მე არ ვიცი მაგრამ აი ეს რო ხდება უკვე ფაქტია მე მინდა მიმართო კანონიერ ქურდებს რომლებიც რადიაგული ცხოვრებით ცხოვრობენ და ცხოვრობენ მართლა ქურდული რაც იყო ჩემ ახალგაზრდობაში ყოველ შემთხვევაში აი რატო იყენებენ ეს სუსის აგენტები კაიბიჭის სახელს რატო აძლევთ ამის უფლებას რომ ვიღაცებმა კაიბიჭის სახელით რომლებიც სუსთან თანამშრომლობენ რამე თუ სუსის გარდა არავის არ შეეძლო გაეგო მე სადვათენებ ამ წუთას ღამეს იმიტომ არ დამისახელები არც ერთ საუბარში ტელეფონში რომ თქვა მოისმინენ არსად არ მიხსენებია რომელ სოფელში ვათენებ ღამეს და ვისთან ვათენებ ღამეს არსად არ მიხსენებია მხოლოდ და მხოლოდ სუს შეეძლო ეს გაეკეთებია და მიეწოდებია ინფორმაცია იმ ადამიანებისთვის და მე მართლა მიყვის რა სუსთან მოთანამშრომლე ადამიანი როგორ უნდა სარგებლობდეს კაიბიჭის სახელით რა აი მართლა ამიხსენეთ ვინმე მეთი როგორა ეს კაიბიჭი როცა ბოზია გალიმი და მე მიწაგის ბოს რას იზამ ახლა პროფანაცია მოხდა ამ ჩვენ ქვეყანაში ყველაფრის ხდელი სარწმუნოების სახელით რა ვიცი რა შადის და იმის სიწმინდის სახელით მოგიწოდებს ქურდები კაიბიჭები ქურდების სახელით ბოსები არიან და ქურდულისკენ მოგიწოდებს რავი ხელისუფლება პატერონებს პატრიოტიზმის სახელით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამ ქვეყანაში მოხდა ყველაფრის პროფანაცია ედედა აფეთქებული რა ყველაფრის პროფანაცია და მინდა ამ ბოლოში კიდევ აღა ამას ფრანგული სახელმწიფო რამდენად მეისმენს და რამდენად არა არ ვიცი მაგრამ ბიჭო შენ ქვეყანაში რომ კგბ-ს ქართული ფილიალის სუსის წარმომადგენელი რაღაცებს წვალობს და რაღაცებს აფუჭებს დეპორტი თუ გინდა მანდამაინც ამ ქართველებს დაიწყე ამგენი და რაღა მართლა გაჭირებულს და ავატობს და იმას ვინც მართლა ოპოზიციაშია იმგენის დეპორტებს აკეთებ რა დეპორტი დაიწყე კკბ-ს აგენტებით რომლებიც გაფორმებული არიან სუსის ფილიალში კკბ-ს ფილიალში სუსში და ასრულებენ მათ დავალებებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებ ხელისუფლებას იხმარეთ ბოლო ჭკუა და ხო უყურებთ რომ არავის თქვენი არ ეშინია მით უმეტეს ემიგრაციაში მცხოვრებ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ახლა თქვენი შიში რო არ გააჩნია ახლა ამდენი ტვინი აღარ უნდა გქონდეთ თქვენ შობეძაღლებოდა ამაში რომ რესურს არ უნდა ხარჯავდეთ ამდენი ტვინი აღარ უნდა გქონდეთ დამთავრდებით ცეცხლი ოლი გარქიას